განათლების მინისტრი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბაკურიაში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში. აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ 8 დღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო სპორტულ შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. საპატრიარქოსთან არსებულმა თეატრალურმა დასის წევრებმა კი წარმოდგენა გამართეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარი ბანაკების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი. მნიშვნელოვანი იყო ის საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობები, რომელიც ამ 8 დღის განმავლობაში მათ უტარდებოდათ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ იყო სპეციფიური აქტივობები, რომელიც მათში ლიდერობის უნარების გამოვლინებას და განვითარებას უწყობდა ხელს. მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი ახალგაზრდები. მე მიხარია მათ ჩართულობა ესეთ ბანაკებში, სადაც ისინი ეუფლებიან ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, ლიდერულ თვისებებს, რაც საომავლოდ მათ გამოადგებათ. მათ ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ ნდობის აღდგენასა და შერიგებაში. გვიტარდებოდა სახალისო აქტივობები, როგორც სპორტული, ასევე სამაგიდო თამაშებს ავსამაშობდით, ვიღებდით მცირედ ფილმებს და შეგვძინა ამ ბანაკმა უმთავრესი ერთმანეთი. მინდა მადლობა გადაუხადო ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ბანაკის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და მცირედი წვლილი მან შეიტანა.